ია ეთერში დაგიბრუნდით მიშა და ნინო დიტოსთან ერთად როგორც ყოველთვის გადაცემის დასასრულს ამბების სპორტული ცხოვრებიდან დიტო შემოგვიერთდება მოგესალმებით კიდევ ერთხელ და როგორც ყოველთვის საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ ძვირფასი დრო მალე გარბის ამიტომ დავიწყოთ მიხეილ სალაძე 72 წელი შეუსრულდა ნუ ჩათვალე რომ ციფრები არაფერს მეტყველებს და არაფერს ლაპარაკობს პატარა რაღაც არის შეცვლილი ამას სპეციალურად ასე დავაინტრიგებ ჩვენ ძვირფას მენელს და აი რა შეიცვალა ჟამთასვლის პერიოდში ამას უშუალოდ მიხეილ გიორგიევიჩის პორტრეტის მიწურულს როგორც პორტრეტი არჩენი ჩვეულებრივად ეს უნიკალური გამორჩეული ადამიანი სხვა შეიძლება საინტერესო შეკითხვა დაუსვი იმიტომ რომ ეს არის უკეთილშობილესი და ძალიან დიდი სითბოთი სავსე ადამიანი კაცი ლეგენდა არის მარგველი კლასიკური მარგველია არგვეთადან არის წარმოშობით თვითონ ეს გახლავთ ეს არგვეთა ზესტაპონის იქით ის არის იმიტომ რომ რამდენიმე არგვეთა იმერეთში მოიხსენება ეს ზესტაპონის არგვეთაზეა საუბარი რომ ალბათ მარგველთა ისტორიაში მეთქი სამეულში მოხდები მეთქი და შეიშვნიშნა სპორტსმენებს კი არ გეუბნები მეთქი საერთოდ გამოჩენილ მარგველებს შორის მეთქი და ნუ იქ დადნა მიშა ნუ რა თქმა უნდა დავიწყოთ იქით რომ როგორ აღმოჩნდა ბერძნულ-რომაული სტილი ჭიდაობა ეხა იმერეთში მაინც და მაინც დიდად პოპულარული და მით უფრო მარგვეთში არ ყოფილა მაგრამ ხო ეს უნდა დამესვას შეკითხვა უნდა დამესვას ვადაშორის მე აი როგორ აღმოჩნდა აი რო საოცარი რაღაც მოხდა მარგვეთში ხა იმას ვერ გეტყვი ეს ადამიანი უშუალოდ იქ როგორ რატომ მოღვაწეობდა იყო ასეთი საკმაოდ ცნობილი სპეციალისტი ქართული ჭიდაობის არსენ წიქარიშვილი კახელი კაცი და აი სწორედ წიქარიშვილმა ჩააბა მიშა ბერძნულ-რომაულ არ ქართულ ჭიდაობაში ჩააბა ქართული ჭიდაობით დაიწყო ეს იყო და ამას სხვათა შორის როგორც შემდგომ არაერთ გენიოს და აღიარებულ ოსტატ ჭიდაობის გაუყვალა გზა და ძალიან დიდი და დადებითი სამსახური გაუწია თბილისში უკვე აი ჭაბუკობის პირველი ხანის 15 წლის ასაკში გადმოცხოვრდა და მისი მეგობრის რომელიც ასევე ცნობილი ეგრეთ წოდებული კლასიკოსი ანუ რეალურად უნდა ვთქვათ ანტიკოსი ბერძნულ-რომაული სტილი ჭიდაობა კლასიკოსი ეს უფრო მაბადიეთ რუსული სლენგია რეალურად არის ან უნდა თქვა ბერძნულ-რომაული ან ანტიკოსი ორივე კარგად ესადაგება ხო თემურ ლეჟავა საკმაოდ ცნობილი მოჭიდავე გახდა და პირად მსმელში ხო გაუმართა. აი, ნახე რამდენს ნიშნავს პირადი მსმელის ლეგენდარული ვალოდე მაისურაძე. ამან საერთოდ ეპოქა შექმნა. ეხლა ვალოდე მაისურაძის ხელში თუ მოხდებოდი და ბეჯითი და ნაყოფიერი იქნებოდი, არ შეიძლება რომ რაღაც შედეგი არ დაგედო და აქედან დაიწყო მიშა სალაძის ტრიუმფალური აღმასვლა მიუხედავად იმისა რომ ეპოქალურად გიორგიევის აშკარად არ გაუმართლა და რატომ არ გაუმართლა იმ ხანაში იგივე ეპოქაში მოღვაწეობდა ეს იყო საბჭოეთის ჯილა აი რაც სმენია ხო აი ტურიშევა იყო ტრეჭაკი იყო იაშინი იყო არა ბალბოშინი ეს იყო ჩათვალე ეხა გეტყვით ორგზის მედროშე საბჭოურ ოლიმპიელთა გუნდის. ეს უკვე რას ნიშნავს? იცი რომ უკვე ჩათვალე რომ პოლიტბიუროზე მაღლა ხარ რაღაც მომენტ შეიძლება გენსაკის მარჯვენა ხელად შეგრაცხონ არაოფიციალურად. ოლიმპიური თამაშების ესე იგი მსოფლიოს 5 გზის, ევროპის 6 გზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების 2 გზის ჩემპიონი რა. ანუ ხო და აი ამ ეპოქაში შენ რაც არ უნდა გეცადა როგორ გინდოდა რომ ბალბოშინზე მაღლა დაეყენებინეთ რუსებს მოეცათ შანსი მიუხედავად ამისა მიშამ ის მცირე შანსი სადაც კი და როცა მიეცა ის მაქსიმალურად გამოიყენა მოდი დავიწყებ ცოტა შორიდან ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი აქ 3 ტიტულით მსოფლიო თასის მფლობელი პირველად 79-ში მოიგო საბჭოთა კავშირის სპარტაკია და 93-ში რატო ვერ მოიგო ამასაც აღნიშნავს საბჭოთა კავშირის 4 გზის ჩემპიონი და 2 გზის თასის მფლობელი 1991 წელს ოსლოში უკვე მსოფლიო ჩემპიონი გახდა მაგრამ მანამდე მინდა აღნიშნო რაც მოხდა პირველად როცა მიშა მოიგო მსოფლიო უნივერსიადა უბრალოდ ახალგაზრდებს შორის უკაცრავად როცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო 19 წლის ნიუ-იორკში
მიმავალ გზაზე არაფერი მიშა და თვითონ ავარიაზე იძახი. არა, გადარჩენილ ავიაკატასტროფაზე, რომელიც საბედნიეროდ არ შედგა. არაფერი არის მალავდა კაცო, ისეთი სიუარდესა იყო, თვალს ვერ წყვეტდიო, თავიდან ბოლომდე თავის ის უნიკალური მინი ქვედა ბოლოდიო, არაფერზე აფიქრობდიო და უცებ ეს სიუარდესი ხო რაღაც და ანუ ისეთი ხოჭი არაფერი რა და აცხადებს რომ არაფერი ეხა მოემზადეთო რომ დიდი ალბათ თუ ჩვენ ზღვაზე გვექნება ის ოკეანეში გვექნება მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება და მე შემოვიდგი თავში ხელი არც ეს სიუარდესა მინდა არც ის ჩემპიონატის სად ვამთავრებ ცხოვრებას 19 წლის ბიჭო ეხა იქ ჯერ იმის დაშვების დრო შეიძლება ხომალდი ან დარჩება მთელი ან მე რამდენი ბატონო რომელი წლებია 19 წლის იყო მაშინ 72-19 ესე იგი სადღაც არის ნუ რა ნახევარ საუკუნეზე მეტია რა რეალურად რეალ გაცილებით მეტია გასული ნუ საბედნიეროდ გადარჩა მაგრამ ეხა იღბალის ჩავიდა ბიჭო იქ რო ჩავიდა პირველი ვარჯიშზე ესე იგი ფეხი ატკივდა ნეკნი გატეხილი ქონდა რომელიც გართულდა და აი ამ მდგომარეობით იასპარეზა 7 ორთაბრძოლა მაშინ მე ადრეც აღნიშნე რომ იმხანად ორთაბრძოლების რაოდენობა უნდა ჩაგეკითხა რომ ესმის რომ ნეკნი ქონდა გატეხილი და იასპარეზა კი კაი შეკითხვა ნამდვილად გამაყუჩებლების ფონზე ხდება ნუ წარმოუდგენელი კი ოღონდ თავად განსაჯე მაშინდელი და დღევანდელი გამაყუჩებელი ხო მაგას გეუბნები არანორმალური ენერგია შინაგანი ენერგია აი როცა ვამბობთ რომ ნამდვილი ქართველებიო ხო აი ეს თავის დევგმირები აი ესენი იყო დღეს ამის მიასედი ტრამვის მქონე გამორიცხულია რომ გავიდეს რა შეჯიბრებაზე არა დღეს პატარა რაღაც და გარბიან ეს ამტკივდა ის ამტკივდა ეს მაწუხებს კი არ ვაკნინებ მაგრამ როგორ უნდა იასპარეზო და ფეხმტკივანი და გატეხილი ნეკნი 7-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო ვადამდე 6 ვადამდე მოიგო და გახდა ახალგაზრდებს შორის სოფლიო ჩემპიონი ძალახო სასაული ქონდა და სისტრაფე ქონდა იმიტომ რომ გამოდიოდა მძიმე წონაში და დიდი ხო იყო 100 კილოგრამს იწონიდა კაცი თავად განსაჯე და 100 მეტრს დარბოდა 12.4 წამში ეს იყო რაღაც არაფუნებრივი ნუ აი საოცრება იყო რა და რაზე დაწყდა გული ყველაზე მეტად და ესეთი ელასტიურები ბევრი ყავდა ჩვენ ბევრი ფლათ არა მაგრამ იყვნენ ელასტიური კი მაგრამ სისტრაფეში აი ეს სისტრაფე კიდე დამატებითი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია რაც მეტოქეებთან მიმართებაში უპირატესობაზეა უდიდეს უპირატესობას გაძლევს რა თევზივით ხარ რა ჩათვალე უხეშად რო თქო თევზივით რეალებს როგორ უნდა და ეწადა ოლიმპიადაზე მოხვედრა მაგრამ ბალბოშინი რა ანუ ისეთი თემა ბალბოშინი არის ფორმაში თუ არ არის შენ არს განიხილავენ ახლა რა მოხდა 93 წელს საბჭოთა კავშირის სპარტაკი ერთხელ ხო ქონდა მოგებული და ეთქობა ეს დააყვედრეს იქ ზევით და საერთოდ ქართულმა მოიგო ფინალში არა მანამდე სამართლიანობისათვის უნდა ითქვას რომ ბალბოშინთან ქონდა ყველა ორთაბრძოლა მარცხი დასრულებული. მე არ ვაკნინებ, ძალიან დიდი იყო ბალბოში. მაგრამ 93 სპარტაკიადის ფინალში უგებდა და უცებ რუსებმა აღმოაჩინეს რომ ამ მოგებით არა მარტო ბალბოშინს ამარცხებდა. მაშინ იყო პარალელურად გუნდური ჩათვლა, ასე რქვას ქულები, საერთოდ აგროვილი ქულები და საქართველოს ეხლაც არის კი ბატონო ანტიკოსთან ნაკრები. ხდებოდა სპარტაკიადის ჩემპიონი და ამას რუსი ხო აი არაფრის დიდებით არ ეს იმას უდრიდა რომ ფაქტიურად რუსებს რომ მაშინ შენი დამოუკიდებლობა ეღიარებინათ აი ესეთი უხეში პარალელური გავაკეთოთ ამას უნდა არ მოაგებინეს მოგებული წაართვეს და იმდენად იმოქმედა ამ კეთილშობილ ადამიანზე რომ ოდნავ გაუსწრე მოვლენებს და 28 წლის ასაკში ვერიტანდნენ ჩვენ სრულიად ჩინებულ ფორმაში მყოფი წავიდა და აღარ შემიძლია ნუ ამიტომ ფსიქოლოგიურად გაწყდა იმიტომ რომ ჩაგვრაც არის და ეხა ქრონიკულად ჩაგრავენ სადამდე გაძლებ ბიჭო ადამიანი ხარ ხო და სოფლიო ჩემპიონატზე მინდა არ შეიძლება არ აღნიშნო ეს ოსლოში ხდებოდა ფინალში ხდებოდა უნგრელ ტამაშ გაშპარს და მაშინ უნგრელი იყო ფილას ანუ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი და მიშა იხსენებდა რომ კიდე კაი გავიგონეო რა და მითხრეს კიდეცო და მეც გავიგონეო თვითონო რომ საჯებს როგორ ეხუმრაო ეს პრეზიდენტიო ჰერცეგანი იყო უნგრული წარმომავლობის იყო უფრო სწორედ რომ
უკვე იმ პერიოდი ეს ხომ ძიმეწონაა, მანამდე ხო ქვედაწონები ტარდება და უკვე ამ საბჭოეთმა ანუ რუსებს ეძახოდნენ იმდენი ოქრო დახვეთესო რომ მე მგონი ეყოფათო და მეორო და არა მე როგორც მინიშნება მისცა უკვე ფაქტიურად მინიშნებად მივიღეო დირექტივა და 25 წამში გააკრა ბეჭებზე ეს რომ არ გაეკეთებინა მართლა კაცმა არ იცის იქ რა მოხდებოდა ხალიჩაზე მსაჯების მხრიდან ეს არ არის ხუმრობა ეს არის რეალური პირდაპირი დირექტივაა რომ საქმეს მიხედეთ ეხლაც მსაჯების წოდავენ ხოლმე ეს თემა რა თქმა უნდა ჭიდაობა და მსაჯები ეს დამოკლეს מחვილივით კიდეა ყველა სახეობას აბსოლუტურად იგივე ყბადაღებულ მათ შორის ჯუდოს ეს ხო შეიძლება რაღაცა კანონმდებლობაში შეიცვალოს იგივე წესში რომ ხო სხვაგან მიდიან მარტივს გეტყვი ყველაზე თითქოს დაბალანსებული ჭიდაობას რომ შევეშვათ ხო თავისუფალი და ბერძნომაული ხო ამას რომ შევეშვათ კაცო აგერ კლასიკურ ხო კლასიკა ჯუდო ხო არაფერი ბიჭო ეს არაფერი ეს ზანგი რომ მოიყვანეს გესმის კაცმა 15 წლის ასაკში შავთეთ ტელევიზორში პირველად ნახა ჯუდო რაჯის თვითონ წარმოდგენა არ აქვს ვიღაცა ქალია აკიტა რაღაც ეს რაც ქალების შემოყვანა დაიწყეს ეს კიდე ცალკე თემა არაფერ გენდერზე არ არის საუბარი არა სხვათა შორის ბევრს ვკითხე ეს პროფესიული კუთხით პროფესიონალებს რა თქმა უნდა რომ ეს მრავალ სახეობას ეხება ვაჟთა მამაკაცთა ქალს და შეუძლია თუ არა ჯერ კვალიფიკაცია და მერე მართვა ამა თუ იმ შეჯიბრების ცალსახა უარყოფითი ბიჭო რაღა გენდერს აკეძებ კაცო თავისი ამსაჯინე თავისივე სქესის ხო არაფერი მიუღებელი და არაჩვენ მაგრამ აფუჭებს ეს მოდი შედი რომ მიშას გაუბრუნდე მიშას არა ნუ ეს ძალიან კარგი კითხვა იყო მაგრამ ნახე შეხედეთ თუ ის არის სამართლიანი და კარგი მსაჯი იყო გეთახმები მაგრამ ვერ ვიპოვე არა აბსოლუტურად გეთახმები და რო ვერ ვიპოვეთ მაგიტომ სხვა დამკითხვას რო და აი მარტო იმ პრინციპის გამო რომ მსაჯის სუსტია მსაჯს სადავეები გაურბის ხელიდან მაგრამ რაკიღა ქალია და ეგრეთ წოდებული გენდერი ხელოვნურად გაჩადებული და ამსაჯებ ამაშია საქმე ეს აკეთა ბიჭო არ ვიცი რა ბიჭებს ხო უთხარი პირდაპირ უთხარით მეთქი რა რომ უთხარით რომ კურილის კუნძულები ქართველების გამო არ დაგიკარგავდა დაგონებოს რა თავი თან ჩვენზე გადაგედებულია ეს ისე პარალელი გავაკეთე აი ახლა რა მოხდა ორი როლია კინოში შესრულებული როგორ მოხდა მართლა იმ ფილმში პირველად მიიწვია უმცროსმა მიშა ჭიაურელმა ჭიდაობას რა უნდა ასე ერქვა და ნუ ძალიან ეპიზოდური პატარა როლი მიცა ნუ ეს სახსენებელიც არ არის ისეთი მაგრამ აი მეორე როლი უკვე რომაც ხარებს თამბეჭდავის ახე ის ნობელი გათქმული მედუქნე ილო მებურიშვილის და სხვა და შორის რა მოხდა იცი აქ მაგარი რაღაც მოხდა არ უნდა და თვითონ ამ ფილმში თამაში რატო იმ ხანად უკვე იყო მაღალ ჩინოსანი იმიტომ რომ მე ეს არ მithქვავს რომ მიშამ კარიერის შემდეგ მთელი ცხოვრება და დღესაც მოღვაწეობს ძალოვან სტრუქტურაში შინაგან საქმეების სამინისტროს სერიოზულ და საკმაოდ მაღალ თანამდებობას სხვა შორის იმდენი სიკეთეა იმდენი ამასაც ორი სიტყვით აუცილებლად ვიტყვი და ეს სათქმელია ხო და გაუკვირდა რა რომ არა ნუ იგითხა რომ გეორგი შენგელაია გეძახის ნუ სადა ეხა ილო მეფურჩა მთელი ცხოვრებაო ყაჩაღებს და ბანდიტებს დავდებო და ეხა ყაჩაღი მე უნდა მათაბაშო და ალა თქვა და კაც შენ არავინ გეკითხება იმიტომ რომ მაშინ ლეგენდარული შემდგომ უკვე შენ გახსოვს კარგად მე მქონდა პატივი ვიცნობდი რომა გვენცაძე ეს განუმეორებელი რომა გვენცაძე შემდგომ უკვე 90-იანის დაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რომამ გააჩუმა რომ რაც საჭიროა ის გააკეთება არ უყარდა რომას ეს დიდი ის და არ გალაპარაკებდა და ეხა ნუ უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნას დაემორჩილა და დამეთანხმეთ რაღაც სასაული ძალიან კარგი ტიპაჟი შექმნა არა ძალიან მაგარი ტიპაჟი შექმნა რა სპორტის დამსახურებული ოსტატი ღირსების ორგზის ორდენის კავალერი გორგაცლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი და აი სამსახურთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო მე რაც ვიცი ხო მე ვიცი ალბათ მე მილიონედი რამდენ ადამიანს გაუმართა ხელი რამდენ ადამიანს დაეხმარა საკმაოდ რთულ და მძიმე სიტუაციაში და ყოველთვის ქუხს მაგრამ იცი რა არის რა ერთი გულის ტკივილით რატო გავუსვი ამას ხაზი აღვნიშნო ეს მიშაც აღმოჩნდა იმ კატეგორიაში ადამიანების რაც უფრო მეც სიკეთეს აკეთებ მეტი მტერი უხილავი გიშნდება რა მეტი თორე ეხა სულ იხსენებ ხოლმე ძალიან დიდი სიტფოთი მიშას მოადგილე ითვლებოდა კაჭო ის იყო საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი ხო ამირა კაჭებს ხო აი ესეთი ადამიანები რომელიც ძალიან დიდ ახმარებას უწევდნენ საზოგადოებას არა მარტო პიროვნული ურთიერთობებიდან გამომდინარე აი როგორც ქართველი ქართველს
იყო ესე შემთხვევების რომ სულიად უცხო ადამიანებს დახმარები. ის კი არა აიც მაგაცი მეგობარი და ახლობელი რა საოცარი ადამიანი. რა შეიცვალა მიშა სალაძის ხოვრებაში? მიხეილ გიორგიევიჩი გუშინ გახდა 72 წლის. პრაქტიკულად მთავარი შეიცვალა, დანარჩენი ყველაფერი უცვლელად შეება ამჟამად და სხვათა შორის საბოტ რევოლუციაში. იმიტომ რომ ხო, მთავარი არ აღვიღნიშნავს. მიშა სალაძე ისტორიაში მოჭიდავეებიდან არის ერთადერთი, ვისაც გენერალი შინი აქვს. გენერალი, ერთადერთი ისტორიაში. მოიყოლებ ხოლმე დიტო. არა, და შეიცვალა რა. შეიცვალა რომ ეს იყო თავის ხრი ყოველთვის ასევე ეუბნებოდი რომ მიშა შენ სოფლიო ჩემპიონის ტიტული არა მარტო უშუალოდ ბერძნულ-მომლისელი და არამედ სუფრაზე. აუ ნუ მიშა, ეხა მიშა სალაძე ყავდეს იმ ეპოქაში და არ იყოს თამადა ის გამორჩ. ცალკე აკადემიას ქმნიდა. არა, ეხაც ერთ 64 იმას, აი ამ თაობის იმას კიდე ჯიბეში აისვავს, ხო, მაგრამ ეხა იმდეს ეხა ვეღარ თქვა ისე ნადიმზე, ოღონდ საოცარი ადამიანია, უთბილესი რა, აი კლასიკური მარგველია რა. მიულოცო და რა. მე აი ასე დავლოცე კიდეც რომ დამოუკიდებლობის ხანაში რო ეჭიდავა სუმცირე 10-15 ჯერ მე ტიტულს მოიხოჭა უმაღლესი რანგის რო ჩემო მიშა მეთქი ყოველთვის არის მეთქი ეს კახელების ეს მიყვარს ყველაზე მეტად რო აი მინამ გვიცოცხლოს და გვიდგერზედო შენი თავი სანამ ჩვენ არ მოგვესდება მეთქი და ბოლოს დავამატებ კიდე ერთი არ არის ეს მაინც აი აღაც იღბლი მიხედავს რომ გენერალი გახდა ამდეს მიაღწია ის მაინც იღბლიანი კაცი ძალიან ჭიერი ბიჭი ყავს და ანუ სპორტული იღბალს გულის სპორტული იღბალზე მაქვს საუბარი და ჩააბა ბიჭი და ქონდა სასაული მონაცემები და რა მოხდა იცი ეს სრულიად ბანალური სიტუაცია უკმინა თვალზე მწერმა იცი გამთარების და ისე ბიჭს და ისე გართულ და ჭიდაობას ვიღაჩივის და აი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მხედველობის და ის და იძულებული გახდა ისა კარიერა იძულები დაესრულებინა ასე რომ იღბლიას ნამდვილად ვერ უწოდე მაგრამ ფლიანობაში ძალიან თბილია იმით მინდა დავამთავრო აი ამ რიტორიკული შეკითხვით ეს სმენელისთვის აი სამი ყველაზე დიდი მარგველი რო გითხრათ ისტორიაში. აქ არა საუბარი არა სპორტსმენებზე, საერთოდ იმ მარგველებში იკავებს თუ არა მიხეილ გიორგიევიჩ სალაძე ამ სამეულში სორუპოვარ ადგილს. ესეთი რიტორიკული შეკითხვით დავამთავროთ მიშა სალაძეზე საუბარი. როგორ დიტოს მონათხრობი ძალიან ხონაგია. და დიტო, შემდეგ უკვე ლარი Boston Celtics-ის თეთრი ლეგენდა. 7 დეკემბერი. თეთრი ლეგენდა. 79 წელი, მაგრამ არ ოდნავ დაეთყო, მაგრამ ისევ ის ქერაულვაშები, ისევ თავმაც შეიძლება ითქვას, რომ NBA-ის ისტორიაში ყველაზე დიდი თეთრი კალათბურთელი. ყველაზე დიდი გავლენის მქონე. თეთრებიდან. ყველაზე დიდი გავლენის მქონე, ყველაზე დიდი აუდიტორიის შემკვრები. და ალბათ ერთადერთი თეთრი, ვისაც უშუალოდ შავკანიანებს აქვთ რიდი. სერიოზული რიდი. ვიცი რომ ეხა არ ეხატება დიდად გულზე ბევრს, მაგრამ რიდი ისე რომ ლარისთვის კარიერის მანძილზე ბარე ორმა ვერ გაუბედა რაიმეს თქმა. ერთი შეკითხვა Boston Celtics-ში როგორ მოხდა ეს? აი ხო, მაგას ეხლა მოგახსენებ, დავიწყოთ იმით რომ ეს ახოვანი ულამბაზესი რა, რაღაც სადღაც ჩვენ მიშა ქორქიას ვამსგავსებდი ხოლმე აღნაგობით ეს ულვაშებიც ისე ქერა ეს აი რაღაცით გავდა იცი აი ისე ტიპაჟი ხო აბსოლუტურად მშობლები კლასიკური ირლანდიური ფესვები და არ ქონდა კარგი ბავშვობა იმიტომ რომ ძალიან უჭირდათ მატერიალურად მამა ლოთობდა ხო და აი სულ აი თავიდან თავი რო გაგაქვს და იმდენად ქონდა კალათბურთის უდიდესი სიყვარული რომ კლასიკური ინდიანადან არის ეს რომ 78 წელს ბოსტონმა დრაფტის პირველ პიკზე მე-6 ნომრად აირჩია. პირველი ხო NBA-ში ორი პიკია, პირველი და მეორე. პირველი უფრო წარმომადგენლობითია და მე-6 ნომერი ნიშნავს ნუ ანუ უკვე მიაჩნიათ რომ შენ გენიოსი უნდა გახდე. შენ უნდა მე-6 ნომერი და იქიდან მოყოლებული კარიერის მანძილზე ბოლომდე სანამ თამაშობდა ამას უსვავ ხაზს. იმიტომ რომ კარიერის შემდეგ ის დაბრუნდა ინდიანაში. უერთგულა ბოსტონს და 80-იან წლებში მაშინ კალათბურთის ნამდვილი მექა შექმნა ბოსტონ ლეიკერსის დაპირისპირებამ ორი გენიოსის. აქეთ ბიორდია, იქით
ირვინ მეჯიკ ჯონსონი და მეჯიკი იმიტომ ერქვა რომ მართა ჯადოქარი იყო. ჯადო სასწაულებს აკეთებდა ოდნავ რომლისთვის უნდა იმიტომ რომ ლარის კომაგობდი თავიდან ბოლომდე ყველა, მაგრამ იმდენად გვიყვარდა მეჯიკის თავისი თვისებები და არ ვიწყებდი, ცოტა აი გული გეთანაღრებოდა რა, უბრალოდ შეიძლება რომ იქ ნეიტრალური კომაგის პოზიცია დაგეკავა, პოზიცია დაგეკავა. ნუ საოცრება ხდებოდა რა. ნუ არ შეიძლება არ აღნიშნო რომ სამგზის NBA-ის ჩემპიონი გახადა ინდიანა. სხვა შორის ორი გენიალური თანაგუნდელი ყავდა, შენ გახსოვს კარგად, ვიცი, ისის როგორი თეთრი იყო, ისიც კლასიკოსი, კევინ მაკჰეილი, აი სადღაც ეს იყო დაახლოებით ამერიკული ვესტერნების პერსონაჟი და ზუსტად, აი რა კარგად, ზუსტად ვესტერნის პერსონაჟი. და გენეტიკიდან გამომდინარე დაინტერესებული. ვაიმე, რას ლაპარაკობ, კაცო? მეუნარგიაში თავმავალი სულხურთეული გრიგოლის და კევინ მაკჰეილი და ასევე ჯო პერიში, რომელსაც მეცახელი ზუსტად მოუძებნეს. ეს იყო, როგორ იცი, აი ეს წითელკანიანი ის და აპაჩი და ოცეულა რო გადიოდა, ისინი არ გავდნენ. ინდიელი იყო უზარმაზარ, კლასიკური და ეს უწოდეს სხვათა შორის მაშინ ეგრეთ წოდებული კუკუშკა რო იყო ვიღაცამ კუკულის ბუდეს ფორმანის რაღაც განმეორებელი, აი ის ინდიელი რო იყო ბრომდენი ხო თუ არ ხდება ბრომდენის პროტოტიპი იყო მოედანზე და ეს სამი კაცი იდგა მაკჰეილი ეს ქონდა არასაუც ანუ მათ წინააღმდეგ დადგომა როგორი იყო და თან ხელი ქონდა მაჯა იცი რა არის აი გეგონა რომ რაღაც შექსპირის წარმოდგენაზე გაგის ის კი არ იყო კარგი ჩუბინი, კარგი სნაიპერი. აი მისი თითოეული ტყორსნა იყო იმდენად ელეგანტური და ლამაზი, რომ აი ესთეტიურ უდიდეს სიამოვნებას იღებდა. ანუ მიმართულებას ეგრევე საზღვავდი მაჯის მოძრაობა, საწავდი. ეს სამი რო იდგა, წაგებული თამაში ჰქონდათ. არა, როგორ არა, კი, არა, ეხა ყველაფერს ვერ იგებდე. ეხა მოდი ვთქვა, სამჯერ გახდა NBA ჩემპიონი ამ პერიოდში, სამჯერ დასახელდა სეზონის უძვირფასეს, ანუ საუკეთესო მოთამაშე და ბევრ ამ ბარბარიზმს და აი რაღაც საშინელი მას ეს MVP-ს რო ყვირიან, ბიჭო, გაქვს საუკეთესო და უძვირფასეს ნიშნავს ეს MVP და უკაცრავად ისა მოთხრდება ტენისვალი უძვირფასესია საუკეთესო რო თქვან, რომ MVP რა არის MVP იცის ეხა თქვათ ნაკლებ ჩახედულმა ადამიანმა სამჯერ ხო ორჯერ დიდი ფინალის უძვირფასესი მოთამაშე ყველა ვარსკვლავის, ანუ ეგრეთ წოდებულ All-Star-ში 1992 წლების პერიოდში მხოლოდ ერთხელ, მოდა არ ვიცი მიზეზი 99-ში არ იქნა გამოძახებული და თუ არსები იყო ტრავმა. მხოლოდ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 10ჯერ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ზედიზედ სამჯერ მოიგო, უშუალოდ მოხსენება ამ ყველა ვარსკვლავთან შეხვედრის მსვლელობისას სტარდება რამდენიმე კონკურსი და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, ნუ ორი კონკურსია გამორჩეული, ეს არის ჩატარების კონკურსი, კალათი ჩატარების და მეორე გახლავთ სამკულიანები, ანუ ჩუბინთა კონკურსი ქვია ჩვენებურად ქართულად და აი სამჯერ ზედიზედ მოიგო და ერთ-ერთი მოგების დროს აი იქ გამოჩნდა ლარისი, გასახდელი შევიდა. ერთი თეთრია დანარჩენი ზანგების ხედან და ბიჭო, ხო არ ნერვიულობთო და ეს შეხედეს არაფერი არ ვთქოთ. არ ინერვიულობთო, კონკურს მე ვიგებო და მე ეხა იცით რაზე ვფიქრობო? აი მეორე ადგილზე რომელი თქვენთაგანი გავა და ესე უყურებენ ხმასვენი მეორე ადგილზე რომელი თქვენთაგანი გავა. 36 წლის ასაკში დაასრულა კარიერა, შემდგომ დაუბრუნდა მშობლიურ ინდიანას, სადაც დღემდე არის ინდიანას სტრუქტურაში ერთ-ერთი უმსხვილესი კარიერული კუთხით ძალიან მაღალი თანამდებობა აქვს. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ 96 წლიდან მოხდა NBA-ის ისტორიაში 50 ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეს შორის. 96 წლის შემდეგ გახდა კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი. ჰოლივუდმა 3 ფილმში მიიწვია და Twitter-ის ლოგოტიპზე ბიორდია არის ასახული. როგორ მსახიობი, თვითონ თუ მასზე იღებდნენ ფილმს?
როგორც ლარი რა უბრალოდ ისე რა ესე როგორ აქვს ისე ამერიკელებს ის ლარია და უკვე იქ ყველა ნუ გამოჩელი მაგრამ ის გენიალური იყო რა ესენი აპირდახებული უყურებდა და თან ეს მეასე ხარისხოვანი ზანგები კი არისდნენ სერიოზული ჩუბინები და არა ბიჭებო ეხა იმას ფიქრობ აი იმას ფიქრობ ეხა მეორე ადგილზე თქვენგან რომელი გავაო და მოიგო რა სამჯერ მოიგო ზედიზეთ ლარი ბიორდი დაბადებიდან 69 წელი გენიოსი რა და მართლაც ბედნიერი იყო ჩვენი თაობა რომ აი ჩვენ მიუხედავად იმისა რომ არ ვიყავით განაბირებული რა თქმა უნდა ამდენი რეპორტაჟი და პირდაპირზე ნიკოს ღაპარი და ზედმეტის კი იყო აი კასეტური ჩამოტანით ვიღაცა სადღაც ჩამოქონდა თუნდაც ის პატარა ფრაგმენტები რასაც უყურებდით ფილმებს უყურებდით იყო ხამი ნაწყვეტები ჩვენ ძალიან დიდი სტაბილიზება შეგვიქმნა ლარი ბიორდს ლარი ბიორდი რადგან კალათბურთზე ვსაუბრობთ მოდი კალათბურთის მამაზე ვისაუბროთ რომელსაც 164 წელი შეუსრულდება ნოემბერში ხო ზუსტად თარიღი არ მახსოვს კი ბატონო კი ნოემბერში იყო კი ბატონო საუბარია ჯეიმს ნეისმიტზე ეს იყო საოცარი ადამიანი საოცარი იმ ხრივ რომ მრავალ ხრივ განათლებული მას არ ყოლია ასე ვთქვა და ეხა იმ ხანად ალბათ ეს მცნება პატრონი არც არსებობდა იყო კანადური წარმომავლობის ამერიკელი და დაიწყო კანადური წარმომავლობის ამერიკელი იყო ამერიკაში მოსული რომ ამერიკაში დაიბადა ეს სახეობა წარმომავლობა ქონდა კანადური ფესვები ქონდა კანადური იმიტომ რომ ესენი შეიძლება თქვა შენთვის იყოს ერთ და იგივე რა განსხვავება ამათთვის ძალიან დიდი ეხა კანადელს რო უთხრა ამერიკელებს შეურაცხყოფად მიიღებს და ისევე პირუკუ სპრინგფილდში დაიწყო სად ესე იგი ფიზკულტურის მასწავლებელი იყო. დაიწყო ჩვეულებრივი ფიზრუქს რო ვეძახ, ფიზრუქი ხო? საერთაშორისო სამსვლელო სკოლაში შექმნა კალათბურთის თამაში და აქ არის ყველაზე საინტერესო ბევრმა არ იცის ეს რომ რა უსწრებდა კალათბურთის თამაშის შექმნის იდეას, რამ განაპირობა. საინტერესოა. ყოფილა ასეთი თამაში ეგრეთ წოდებული კლდეზე იხვის თამაში ერქვა, კერძოდ აი პატარა ზომის ქვა სიმაღლეზე და თან ესე ეტაპობრივად იყო აი აქ და უნდა გაგერტყა ქვისთვის ეს ქვა ქვისთვის ქვა უნდა გაგერტყა ქვა უნდა გაგერტყა სპეციალურად დადებულ ქვაზე და მერე წარმატების შემთხვევაში ეს სიმაღლე იზრდებოდა და მერე ალბათ თუ კაი ბიჭი ხარ ზევით და იდეა საიდან გაჩნდა ეს ხო ყავდა ეს სტუდენტების ჯგუფი ყავდა ხო სპრინგფილდზე თან სამსვლელო სკოლა იყო მაშინ იმ ხანად უკვე ყველაზე გავრცობილი იყო ტანმოვარჯიშეთა დარბაზში და ტანვარჯიში, მაგრამ როგორც ახლა მაშინაც იყო ერთფეროვანი და საკმაოდ მოსაწყენი ვარჯიშები. და რა კიღა, აი აქ გაჩნდა იდეა, რომ სტუდენტთა გახალისება მოინდომა, რომ ცოტა მრავალფეროვანი გაიხადა და ამათვის ამოსუნთქვის, ფსიქოლოგიური ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. და რა გააკეთა დარბაზი, სტანდარტული დარბაზები მოაჯირებით ორივე მხარეს და ორივე მოაჯირზე დაამაგრა კალათა. კალათა და საოცარი რა ხდება, გავიდა ამ ესე იგი საუბარი ხო რომელ წელზეა საუბარი და დღემდე ამ კალათის, ანუ ფარის სიმაღლე 3 მეტრი და 5 სანტიმეტრი არის უცვლელი. ეს არის საოცარი. იგი თითქოს განსაზღვრა, ანუ აი თითქოს უნებლიეთ, თორე ეხლა ნამდვილად არ ქონდა მას მიზნობრივად, რომ მაინც და მაინც 3 და 5 უნდა იყოს და 3. მე რა რომ ეს პარამეტრები დადგინდა მეცნიერული თავსარგებლობით და რაღაცა. დარჩა იქიდან მოყოლებული დარჩა. ნინო შეცარიცოდი ხო? ორი მოაჯერზე და ერთადერთი რა ვერ მოასრო ნეისმიტმა საინტერესო რაღაცას გეტყვით ახლა არ იყო ასე ვთქვათ კალათის ქვედაბოლო თავისუფალი ანუ ბურთი რო ჩასულიყო ქვევით და ბურთი უნდა შეკრული იყო და რჩებოდა და მეცაც გეტყვით მე თბილისში მოვესარი რამდენჯერმე უკვე 80-იან წლებზეა საუბარი და აი არა შეკრულს არ აქვს უბრალოდ აი ისე იყო თვითონ ბადე განსაზღვრული რომ იყო შემთხვევები როცა ბადიდან ჩასული ბურთი ვარდებოდა ატრიალებდა ბურთს უკვე ქვევი და მერე დახვეწეს და თანამედროვე ფარი და კალათი გამორიცხულია რომ ბურთი ამოვარდეს ეს არის უკვე მათემატიკურად კალათის გამოვარდებოდა ბურთი გარეთ კი აი ისი რა თორსნისი და როგორ ეხებოდა ბადეს რომელიც ქვევი ჩაშვებული იყო და არაფერი ერთხელ რაღაც პრინციპულ თამაში მოგვიწია და რა ჩვენ თავბედი ვიწყებლეთ ხალხი იყო რა ინფარქტამდე მისული ჩასული გელებს ხონებულმა სამკურიანი ჩააგდო რაღაც ძალიან პრინციპული რაღაცა ვამცირებდით მინიმუმამდე და ამოვარდა და იქით შეტევაში ჩაგვიგდეს ავაგეთ თამაში ისეთ დღეში ვიყავით მე სტადიონი ისა
სპორტ სასახლის დირექცია მოიკითხე ძალიან თბილად ხო აბარას ისავდნენ ვიღაცას ხო არ მართ ისე ხო ნეისმიტს დაუბრუნებ მე რა პირველი საგალბურთო მატჩი ნეისმიტმა დაარეგისტრირა სხვათა შორის 1891 წელს ოღონდ ეს ოფიციალურად ითვლება კალათბურთის დაარსების დღედ თორე არაფერი თამაში არ იყო თავის სტუდენტების ჯგუფი გაყო ორ ნაწილად 18 შეგირდი ყავდა და 9 თანაბრად გაანაწილა. მაშინ ეს არ დახურულ სივრცეში ხდება, ხო? და რა თქმა უნდა, ეს ხდება დახურულ. ეს ღიატების დარბაზები და ის მერე გადავიდა ნეისმიტს ისე არ ქონდა და მომდევნო წელს 1892 წელს გაზეთ სამკუთხედში ის ხო მაშინ ამერიკელებისთვის საკმაოდ ცნობილი გაზეთი კალათბურთის საწყისი 13 წესი გამოაქვეყნა და ახლა გეტყვი საოცარ რაღაცას. რა თქმა უნდა ამ წესებმა ცვლილებები მრავალგზის იცვალა, თუმცა პრინციპი 13-ვე წესის დარჩა. აი პრინციპი და სწორედ ამ წესების გამო ნეისმიტი იქნა შეყვანილი კალათბურთის დიდების დარბაზის წევრთა სიაში. ეს არის უდიდესი აღიარება. ამერიკული კალათბურთის დიდების დარბაზში რომ მოხვდები და ის სხვათა შორის სპრინგფილდშია დაარსებული 1959 წელს. და აი აღნიშნულ ორგანიზაციას ეწოდა შემდგომ ნეისმიტის სახელი იმდენად ცემდნენ პატივს და იმდენად აფასებდნენ. არ ვიცი, მართლაც ამ წესების, აი რამდენი რაღაც შეიცვალა, ახლა კიდეა საუბარი და კიდე სულ, იმიტომ რომ კალათბურთი ისე დინამიური თამაშია, ითხოვს ხშირად განახლებას, არის დიდი ჟაბაასი ამ ფიბას, გაკ სამშავროზეში და იმაში რომ ეს წესი ეს შევცვალოთ არ, მაგრამ ეს არის მთავარი რომ ეს 13-ვე წესის პრინციპი დარჩა უცვლელი, ასე რომ გენიოსი იყო და აქვე არ შეიძლება არ აღნიშნო რით იყო კიდე რომ ხო შეიძლება ვიღაცას ეთქვა რომ სადღაც არ გაუმართა. აი ფიზკულტურის მასწავლებელი ხო იყო. ეხლა შენ მითხარი საქართველოში ფიზკულტურის მასწავლებელი რომელმაც შემდგომ უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. არა რა არის და ჩვენ არ ვიცით მართლა შეიძლება არის რა სპორტულ სამყარო რა ვიცი შენ გეცოდინება უკვე არ მაშინ არა ხონდა ვიცოდეთ ვინმე არის მე არ შენ გეცოდინა მე დანინო მაგრამ შენ თუ არის ვითხარი ადამიანი ვინმე ხა იმ ეპოქაში ხა ისე იცი როგორ იყო სანამ შედეგს დადებდი სკიფიდან იწყებდი მე შედეგს რო დადებდი მე იქით ინაცვლებდი მაგრამ სამედიცინოსკენ გადანაცვლებული არა იყო უნივერსიტეტი იყო გეპე და მაინც ბოლომდე იყო თავისი მოგონილი თამაშის ნეისმიტმა შექმნა რა კი ნოემბრის სხვათა შორის კიდე რა იყო საკრალური რომ ნოემბრის თვეში დაიბადა და ნოემბრის თვეშივე 78 წლის ასაკში კანზასში გარდაიცვალა ჯეიმს ნეისმიტი სიმპათიური წარმომადგენლობითი ულვაშე კაცი სახელები ისტორიას რჩება და მთავარი რომ შექმნა უნიკალური თამაში რომელიც ობიექტურად სანახაობრივად მიუხედავად იმისა რომ აშერ უფრო დიდი და ფართე აუდიტორია ყავს ფეხბურთს მაგრამ ის მაინც ფართეა და ეს კლასიკურ ხო ეს კლასიკა და დიდო მე ამახარებს რომ ახალგაზრდები აი პატარებზე მაგ საუბარი ხო ყველაზე ძირითადად ფეხბურთი აქვს ამოჩემებული მოდესე რო თქვა და ძალიან ბევრი სხვადასხვის მოყვარული ყავს კალათბურთს აი ხო ძალიან პატარები დილით რო გავდივარ ხოლმე ადრე ხედავ ბავშვები როგორი სისხარტით ვარჯიშობენ და როგორი მონდომებით ვარჯიშობენ და არც ერთ თამაშს NBA-ის არ ტოვებენ და ყველაზე პირად იციან. არა, იცი რა, ბევრ სხვათა შორის აი ფეხბურთელების გამსმენია, მეტი ვინ გეტყოდა მაგას. ბიჭო, შეხედე მარტო ეკო 11-11-ზე, აქ 5-5-ზე. ნუ მოუტრიალდე ხო ვიცი რომ არაფერი და სხვა შორის მაშინ რა აქვს 15-15-ს თამაშობენ და გაცილებით რთული მექანიზმია გვიდრე ფუტბოლს მეთქი როგორც ინტერესს ისე გიყურებენ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგენი საერთოდ და სხვა შორის აი ერთი საინტერესო რა რომ აი თითებზე ჩამოსათვლილია და იმის სპორტსმენების გარდა უშუალოდ ფეხბურთზე ხება არ დადიან კალათბურთზე. ესე იგი როგორ არის კალათბურთელმა კეთილი უნდა ინებოს, ეხ კი არ გაიძულებენ ისე ვუტრირებ, ხო რომ იაროს ფეხბურთზე გესმის და ფეხბურთელი რო კალათბურთზე მოვიდოს. თუმცა დიტო ვერ დაგეთანხმებია. ბოლო წლებში რაღაცნაირად დიდი თანადგობა ერთმანეთის მიმართ აი არის ხდება რა ისე როგორ არის საერთოდ მოდი ასე გეტყვი საქართველოს ისტორიაში სადადედამიწა ისეთი განსხვავება იყო რა. იყო აი გასულ წინა გადაცემაში კოწიას და ის მის ქალიშვილის თამაში
უდესი განსხვავება არა ეს ინტელექტუალური თამაშია და თამაშობენ ყოველთვის ესეთი წარმომადგენლობითი ისტორიულად აბა მეუნარგიას სამაური რასით ყოდა ნამდვილად იტყოდა რა თქმა უნდა მეუნარგიას და მარტო იმ მეუნარგიების იქიდან საიდანაც დაედი პროფესიულ ქართულ კალათბურთს საფუძველი მარტო ის რადგინს და მე ის უნიკალური თაობები და თბილისის ჩემი ძმისშვილი პატარა და ძალიან კარგად თამაშობს კალათბურთს მაინც გენეტიკა თავისა შვება ნუ ერთი განსხვავება აი კალათბურთს და წყალბურთს შორის რომ ეკითხებიან ინტელექტის ხრივ რა განსხვავებაა და იმ თაობებს უბრუნდები ჩვენი ახალგაზრდობის ეპოქას რომ კალათბურთელებისგან არ მახსოვს რომ ეხლა თქვა და აი საბურთალო პერიფერია და წყალბურთელებს იყო ეპოქაც იმათ მიაჩნდა პერიფერიად ფიეს როგორია იმიტომ რომ სუერა და ვაკე იყო და პერიფერია მიაჩნდა ეს განსხვავება იყო და არა როგორც ძალიან ბევრი რამ შევიტყეთ და მოდი აქვე დავძენ გვა კიდევ 2 წუთი ის რომ არა კი არ დავაანონსოთ აი გულისკევილი დავნიშნოთ რომ ეს მინდა რა იმიტომ რომ ბევრი რაღაც ჩასაფრებული ის ზურბაზე მეგობრებო ნებისმიერ სპორტის სახეობაში ეს არ არის სამშენებლო კომპანია ეს არის სპორტი თუნდაც იმ შემთხვევაში როცა აი საათივი დაწყობილი მრავალმხრივ ფუნქციონურად გამართული მექანიზმი ხდება რომ თაობა ჩერდება ეხ ჩვენ თაობა სამწუხაროდ გაგვიჩერდა მერე მოხდა კიდე ძალიან ცუდი რამ ნინიკო გაიხსენე შენ მილენიუმის დასაბამს ამოვიდა ძველი ქართული აი ყლორტივით იყარა და წამოვიდა არანორმ 2 და 10 2 და 12 აი ჩვეულებრივი სიმაღლეს გულის ხო ისევ დავდაბდი სამწუხაროდ ისევ იმიტომ რომ დღეს აი ქართულ კალათბურთში ვერ იგივე შეიძლება ხელბურთზე რომელიც ასევე საჭიროებს მაღალ თუ არ სიმაღლე თქვა 2 და 12 ის სამწუხაროდ სპორტისთვის მიუსადაგია აი ძალიან დიდი პრობლემების და რაღაც იცი მისტერიული პროცესია გაივლის თავარია რომ ჩვენ განვითარდეთ და ეს გაივლის იმიტომ რომ მე იმ ხალხის გასაგონად ვამბობ ვინც აი რაღაც კენჭებს და ლოდებს ისვრის რომ აი მარტივად გეტყვით კაც ბრაზილია და არგენტინა მექები ხო საფეხბურთო სოფლიოში მათ უჩერდება თაობები და მათ ეწყებათ კრიზისი და ეხა ვინმე იტყვის რომ ეს ბუნებრივი პროცესია არა ეთყობა კი არა ბუნებრივი ფაქტია რომ არა რა თქმა უნდა ბუნებრივი უბრალოდ ჩვენ უნდა განვითარდეთ იმიტომ რომ ჩვენი ამოსავლის ერთელი არის რა მაგრამ სპორტი მაინც განსაკუთრებით იმიტომ რომ ნებისმიერი სხვა დარგისგან განსხვავებით აი უხეშად რო ვთქვათ ხო 2 შეიძლება 2-მა რეჟისორმა დადგას 2 ერთ და იგივე წარმოდგენა 2 ერთი იყოს კარგი მეორე შედევრი და ორივეს აუდიტორია აქ ერთი იგებს მეორე რაც არ უნდა კარგად ითამაშო როცა დამარცხებული ხარ მაინც აი ეს გულისტკივილი რჩება აი ბოდიში და აი მურტალი რაღაც მაგიტოა სპორტი ცოტა ხისტი სიტყვისთვის მაგიტოა სპორტი არა არ კპატიებენ რაც არ უნდა ტაში გიკრად მადლობა მაინც მარცხს არ კპატიებენ კი ნამდვილად აი ესეთი გახდა ზოგადად მეგობრებო სულ გამარჯვებით გველოს სამოვა თავ არ შეიძლება და იმიტომ რომ გენეტიკურად ხელისუფება ამდენი გენიოსი თავმა შეიძლება ითქვას რომ ჩვენ დღემდე არც ერთ სპორტის სახეობაში არ ყოლია მათ შორის ყმადაღებულ ფუტბოლში ამას სული პასუხი მადლობა დიტო იმიტომ რომ 62 წელს ის ჩემპიონთა თასს მოგება ბრაზილია მოიგე რა რეალს მოუგე ნებისმიერი ფორმაციის რეალს დიდი მადლობა და დავემშვიდობოთ ჩვენს მენელს და მაყურებელს სასიამოვნო შაბათ-კვირის გატარება ვუსურვოთ მადლობა და და შემდეგ შაბათამდე გემშვიდობებით და დიდი მადლობა თქვენ დროებით